მოგესალმებით. დღეს ვეფხისტყაოსნის მხატვრულ დროზე ვილაპარაკებ და ჩემი მეგზური ნესტან დარეჯანი იქნება თავისი უცნაური თავგადასავლით. თავიდან იმას ვიტყვი, რომ ადამიანების აღქმაში ეპოქების მიხედვით დრო ან წრეზე ტრიალებდა, ან სწორ ხაზზე, ანუ ვექტორზე მოძრაობდა. ანტიკურ სამყაროში და ძველ აღმოსავლეთში ფიქრობდნენ, რომ დრო წრეზე დადის. გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი და მერე ისევ თავიდან დაუსრულებლად. მაგრამ ქრისტიანობამ ეს ჩაკეტილი წრე გაარღვია და შეცვალა ხაზით, ანუ ვექტორით. დრო ამოძრავდა ადამიანის დაბადებიდან მის გარდაცვალებამდე, რეალური ცხოვრების გავლით მარადისობამდე. ახლა ისიც ვთქვათ, რომ დროის წრიულ აღქმაში სამყარო უცვლელია, ადამიანს ერთი და იგივეა, მუდამ ერთ ადგილს ტკეპნის, ფასობს არა გამორჩეულობა, არამედ სხვებთან მსგავსება და წინაპრების ტრადიციების ერთგულება. წლევანდელი წელი ზუსტად უნდა იმეორებდეს ყველა გასულ წელს, თავისი რიტუალებით, საქმიანობის შინაარსით და ცხოვრების წესით. დროის ქრისტიანული ვექტორული გაგება კი გულისხმობს, რომ ადამიანი უნიკალურია, ის გადის თავისი პირადი ცხოვრების გზას დაბადებიდან გარდაცვალებამდე იმ რწმენით, რომ ყოველთვის შეიძლება უკეთესობისკენ შეიცვალო, თუნდაც მე-11 ჟამის მუშაკი გახდე. ისტორიული ან ვექტორული დრო, რომელიც დასაწყისიდან დასასრულისკენ მიემართება, წლების, ათწლეულების და საუკუნეების თანმიმდევრობით იქმნება. ქრისტიანობა ანტიკურობისგან განსხვავებით ადამიანის წრეზე სიარულს უკვე ნორმად კი არ მიიჩნევს, არამედ მიიჩნევს წუთისოფლის სიმუხთლეს, რაც ჩანს კიდეც ავთანდილის ცნობილ წუხილში. ვახ სოფელო რაში განხარ, რას გვაბრუნებ, რაზნე გჭირსა, რასაც მოსდევს ბოლოს ტრიქონი ამ სტროფის, მაგრა ღმერთი არ გასწირავს კაცსა, შენგან განაწირსა. ვეფხისტყაოსანში მხატვრული დროისა და სივრცის მთავარი ფუნქცია ის არის, რომ ავტორმა თავისი ჩანაფიქრის გადმოსაცემად იდეალური სამყარო შექმნას. კერძოდ, მხატვრული დროის ერთი მთავარი ფუნქცია გმირის ხასიათის აღწერაა. ანუ დრო გადის და გვეხმარება, რომ გმირი უკეთესად შევიცნოთ. მაგრამ ეს ორგვარად ხდება. ერთი მხრივ, დრო შეიძლება იყოს გმირის ხასიათის გახსნის, მისი სხვადასხვა წახნაგის გამოვლენის საშუალება. მეორე მხრივ, დრო შეიძლება არა მხოლოდ ავლენდეს, არამედ სრულად ცვლიდეს გმირის ხასიათს. პირველ შემთხვევას იმას, რომ დრომ ხასიათი უკეთ წარმოაჩინოს, ამბის თანმიმდევრული თხრობა არ ჭირდება. უბრალოდ ამბის დასაწყისში, შუაში ან ბოლოში არ აქვს ამას მნიშვნელობა, გმირის ხასიათს რაღაცა შტრიხი ემატება. თავდაპირველად თუ აღწერა ფრაგმენტული იყო, საბოლოოდ ხდება სრული და დამაჯერებელი. მაგრამ თუ საკუთარი ცხოვრების გზა ცვლის გმირს, მის ცნობიერებას, მის ქცევას, ამგვარი აღწერა აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს თანმიმდევრულ თხრობას, რადგან თავიდან გმირი ასეთი იყო, შემდეგ ესა და ეს შეემთხვა და სხვაგვარი გახდა. პირველ შემთხვევაში უმთავრესი მნიშვნელობა ენიჭება ხასიათის მთლიანობის ჩვენებას, მეორე შემთხვევაში კი გმირის თავგადასავალს. მაგალითისთვის ვიტყვი. თინათინის ფსიქოლოგიზმი ხასიათის სიფაქიზე ამბის დასაწყისში იქნება გადმოცემული შუაში თუ ბოლოში, ამით მხოლოდ ვავსებთ ჩვენს ცოდნას მის შესახებ. ვიგებთ, რომ თინათინი ძალიან ჭკვიანი, ერთგული და პრაგმატული კი არის, მაგრამ ამასთან ერთად ადამიანის ფსიქიკის კარგი მცოდნეც ყოფილა. ნებისმიერი ახალი დეტალი მხოლოდ ავსებს თინათინის ხასიათს, მაგრამ მისი ღირებულებების სისტემას არ ცვლის. თინათინი არის არაბეთის მეფე და როგორიც არის ის ამბის დასაწყისში, ზუსტად ისეთივეა ამბის დასასრულს. სულ სხვა ნესტანი, მაგრამ სანამ მის ამბავს დაუბრუნდები, ვიტყვი, რომ ერთი შეხედვით ვეფხისტყაოსნის გმირები ძალიან გვანან საკუთარ თავს ამბის ნებისმიერ მონაკვეთში. არც ასაკი ემატებათ, არც ღვთაებრივი მშვენება აკლდებათ, ვინც ერთხელ შეუყვარდებათ, სამუდამოდ ისეყვარებათ, რასაც თავიდან ემსახურებიან, თითქოს მასვე მიყვებიან ბოლომდე. ამის გამო ერთხანს იმასაც კი ფიქრობდნენ, რომ პოემის გმირები არა მხოლოდ საკუთარ თავს გვანან, არამედ ერთმანეთს.
რომ ტარიელი იგივე ავთანდილია, ხოლო ავთანდილი იგივე ტარიელია, რომელსაც უბრალოდ სხვა ბედი არ გუნა განგება. სიამდვილეში ეს ასე არ არის. ვეფხისტყაოსნის გმირები არა მხოლოდ არსებითად განსხვავდებიან ერთმანეთისგან, არამედ ცხოვრების გზას გადიან როგორც უნიკალურ პირად გამოცდას. ეს გზა მნიშვნელოვნად ცვლის მათ ხასიათს, მათ ქცევებს, მათ ცხოვრებას და რაღა თქმა უნდა მთლიანად ცვლის პოემაში აღწერილ სამყაროს. მაგალითად, ამბის დასაწყისში ინდოეთის მეფის ასულს, რომელიც წესით სამყაროში ყველაზე დაცული ადამიანი უნდა იყოს, სინამდვილეში ქაჯურ ცხოვრებას და ქაჯურ ცოდნას ნაზიარები მამიდა ზრდის. ამბის ბოლოს კი ქაჯეთი საერთოდ კარგავს თავის ქაჯურ ბუნებას და იმ სამყაროს ნაწილი ხდება, სადაც თხა და მგელი ერთად ძოვს. დავუბრუნდეთ ნესტანის თავგადასავალს, მისი ცხოვრების გზას, რომელიც მთლიანად ცვლის ინდოეთის მეფის ასულის ხასიათს და ღირებულებებს. მკითხველი რომ არ დაიბნეს, აუცილებელია ნესტანის თავგადასავალი სწორედ თანმიმდევრობით იყოს მოყოლილი, რომ ვიცოდეთ ამბის ბოლოს რამ გამოიწვია გმირის შეცვლა. მაგრამ როგორ გვიყვება შოთა რუსთაველი ნესტან-დარეჯანის ამბავს? თავიდანვე ვიტყვი, რომ ვეფხისტყაოსანში 4 დროა. პროემის ეპიკური აწყო, რომელშიც გმირები მოქმედებენ, ერთმანეთს ხვდებიან და ურთიერთობენ. პოემის წარსული, რომელში მომხდარ ამბებსაც გმირები ერთმანეთს უყვებიან. წარსული წარსულში, ამ დროში მომხდარ ამბავს გმირი თვითონ არ შესწრებია, სხვა თვითმხილველის მიერ მოყოლილს იმეორებს. და მეოთხე დრო ეს არის ავტორის შოთა რუსთაველის უშუალოდ ჩართვა თხრობაში. ესეთი მომენტი ბევრი არ არის, მაგრამ რაც არის ალბათ ყველა გვახსოვს. ახლა უფრო კონკრეტულად ვთქვათ, ნესტანის მთელი თავგადასავალი თავს იყრის ავთანდილთან. ნებისმიერი სხვა პერსონაჟი ნესტანის შესახებ არასრულ ან უმეტეს შემთხვევაში ფრაგმენტულ ცოდნას ფლობს. ნესტანის ცხოვრების პირველ ნაწილს ტარიელი უყვება ავთანდილს. ეს წარსულის ამბებია და თვითმხილველი, რა თქმა უნდა, თავად ტარიელია. ნესტან-დარეჯანის დაკარგვის შესახებ თავის დროზე ტარიელი ასმათისგან გაიგებს და შემდეგ გამოქვაბულში ამასაც თვითონ უყვება ავთანდილს. შემდეგ ტარიელი იხსენებს ფრიდონისგან როგორ შეიტყო მცირე ფრაგმენტი მისი სატრფოს კიდობნით ზღვაზე მოგზაურობიდან. ესე იგი გავიგეთ, რომ ნესტანი ისევ სყავთ ქაჯმონებს და ისევ კიდობანში, ისევ ზღვაზეა. ნესტანის შემდგომ თავგადასავალს ავთანდილს უკვე ფატმანი უამბობს. ზოგ რამეს საკუთარი თვალით ნანახს, ზოგ სავარაუდოდ თავისი ქმრის მოყოლილს და ზოგსაც ქაჯთა მეფის მონისგან მოსმენილს. ასე გაიგებს ავთანდილი და მასთან ერთად ასე გავიგებთ ჩვენც მკითხველები, ნესტანის ხმელეთზე გადმოსვლის, ფატმანთან მისი ურთიერთობის, ზღვათა მეფის კარზე მიყვანის, მისი გაქცევის, როშაქის მიერ ქალის კვლავ შეპყრობის და ქაჯეთის ციხეში მისი გამომწყდების ამბავს. ბოლოს ნესტან-დარეჯანის მწარე ხვედრს ქაჯეთის სამეფოში ფატმანი შეიტყობს საკუთარი გრძნეული მონისგან და ამ ამბავსაც რა თქმა უნდა ავთანდილს გაუზიარებს. ასე ფაზლივით ეწყობა და მთლიანდება ავთანდილის ცნობიერებაში ნესტანის თავგადასავალი, რომელიც ბევრი ადამიანის ფრაგმენტული ცოდნისგან შედგება. წყვეტილი თხრობის მიუხედავად, სადაც თხრობელი ხან თვითმხილველია, ხან კი სხვისნა ამბობს გადმოსცემს, ნესტან-დარეჯანის მიერ გავლილი გზა ბოლოს მაინც ცნობილი ხდება მკითხველისთვის. მაგრამ ამით ნესტანის მხატვრული სახის აღწერა არ მთავრდება. რატომ? შოთა რუსთაველს ნებისმიერი გმირის პიროვნულ თავგადასავალთან ერთად აინტერესებს მისი სულიერი ცხოვრება და მხოლოდ ამ ორის ერთობა ქმნის გმირის მხატვრულ სახეს. ამიტომ ნესტან-დარეჯანის მხატვრული სახის კომპოზიციას ამთლიანებს წიგნი ნესტან-დარეჯანის საყვარელთან, ანუ ქაჯეთის ციხიდან სატრფოსთვის გამოგზავნილი წერილი. ეს წერილი აღწერს გმირის ცხოვრების იმ მხარეს, რომელიც ჯერ კიდევ უცნობია როგორც პოემის პერსონაჟებისთვის, ისე ჩვენთვის მკითხველისთვის. ამ წერილში ფაქტობრივად პირველად გაისმის ნესტანის შინაგანი ხმა.
წერილის საქმიანი მონაკვეთები კვლავ და კვლავ იცვლება ღრმა განცდის გადმოცებით. მოვლენების გარეგანთან მიმდევრობას არღვევს მოვლენების შინაგანი კავშირი. ამ წერილში ერთმანეთის გვერდით პოულობს ადგილს სოფლის სამდურავი, შემოქმედის განდიდება, ქაჯეთის ციხის აღწერა, თავის მოკვლის განზრახვა, ფიქრი სამშობლოზე და რაც მთავარია, წერილში ერთმანეთს ცვლის ღრმა დარდი და აქა-იქ გამკრთალი ნუგეში. ამ წინააღმდეგობაში ვხედავთ, რამდენად შეცვლილია ნესტან დარეჯანი და ეს ცვლილება პირველ რიგში ტარიელის მიმართ მის დამოკიდებულებას ეხება. თუ ამბის დასაწყისში ის სატრფოს ბრძოლისკენ მოუწოდებდა, გვახსოვს ყველას წაშეები ხატაელთა. ამბის ბოლოში ნესტანი ტარიელს გულწრფელად უკრძალავს ბრძოლას, მოგშორდი დამთმეგულითა კლდისაცა უმაგრესითა. თავიდან თუ სატრფოსგან გმირობას წყურია, ბოლოს ტარიელის სიცოცხლის გაფრთხილებაა მთავარი ამოცანა. თავიდან ძალიან ახალგაზრდა და გამოუცდელი ნესტან დარეჯანი სამშობლოს და მეფობას მხოლოდ საბაბად იყენებს, რომ სატრფო მასზე იქორწინოს. გვახსოვს, როგორ არიგებს ტარიელს, რა უთხრას ინდოეთის მეფეს ხვარაზმის უფლისწულის მოკვლის შემდეგ. კადრე თუ სპარსთა ვერავიქ ინდოეთისა ჭამასა, ჩემი ამ მკვიდრი მამული, არ მივსცემ არცა დრამასა. ქაჯეთიდან მოწერილ წერილში კი ნესტანი გულწრფელად სთხოვს სატრფოს წავიდეს ინდოეთს და მის მშობლებს უპატრონოს. ორივე შემთხვევაში ნესტანის ქცევა მოტივირებულია მისი ცხოვრებისეული გამოცდილებით და შესაბამებების აწმყოს. ორგვარ ნესტანს შორის გაჭიმულია დრო და უმძიმესი გამოცდილება, რომელიც საფუძველს უქმნის მისი ხასიათის მკვეთრ ცვლილებას და მასში პრიორიტეტების სრულ გადალაგებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ნესტან დარეჯანის ხასიათის განვითარება ეფუძნება ისტორიზმის პრინციპს. ის ხდება ისეთი, როგორც ხდება იმის გამო, რა გზაც გაიარა და რა გამოცდილებაც მიიღო, მაგრამ ნესტანის ცხოვრების გზა, მისი თავგადასავალი, როგორც თქვი, ძალიან უცნაურად არის მოთხრობილი და სხვა გმირების და პერსონაჟების ცხოვრების გზასთან არის გადახლართული, განზრახარი დარღვეული მოვლენათა რეალური თანმიმდევრობა, ფაბულაში ფაბულა არის მოთავსებული, აწყოში წარსულის ამბები არის შემოტანილი და იმ წარსულში კიდე უფრო შორეული წარსულის ამბები არის გახსენებული. თუმცა ეს უცნაური თხრობა ისეა აკინძული ავტორის მიერ, რომ კითხველი არასდროს არ იბნევა. პოემის ამბის თხრობითი ხერხემალი სწორედ ნესტანის თავგადასავალია, რომელსაც ავთანდილი მისხალ აგროვებს. ისტორიზმის პრინციპის მიხედვით ყოველი შემდგომი ამბავი წინამორბედს აგრძელებს და ამიტომ მთლიანი ფაბულა არის ძალიან მკაფიო და ნათელი გასაგები. თუმცა იმისთვის, რომ ამბავის საინტერესოდ აღიწეროს, ხატრული დრო საერთოდ არ ექვემდებარება ისტორიზმის პრინციპს და თხრობის გენიალურ ლაბირინთში ასე თავისუფლად მიმოიქცევა. გმირის ხასიათის გახსნის ან გარდაქმნის გარდა, მხატვრულ დროს ვეფხისტყაოსანში კიდევ არაერთი ფუნქცია აქვს, მაგალითად. შოთა რუსთაველი სწორედ მხატვრული დროის გამოყენებით კომპოზიციურად კრავს პოემას. ამის შესახებ შემდეგ გადაცემაში გიამბობთ. ანონსად კი ახლავე ვიტყვი, რომ კომპოზიციის შემკრავ ერთ-ერთ ინსტრუმენტად რუსთაველი იყენებს მოქმედი და უმოქმედო დღეების მონაცვლეობას. ესე იგი იმ დღეებს, რომლებსაც აღგვიწერს და იმ დღეებს, რომლებსაც თხრობიდან საერთოდ გამოტოვებს. აღწერილი და გამოტოვებული დღეების დინამიკა უაღრესად საინტერესოა, რადგან ბევრ რამეს გვიყვება. ამის შესახებ და არა მხოლოდ შემდეგ გადაცემაში ვილაპარაკებ. დღესაც ტრადიციული თხოვნით დაგემშვიდობებით. გამოიწერეთ ჩვენი, ანუ ზღარბის არხი და დამიტოვეთ თქვენი მოსაზრებები აქვე, გადაცემის კომენტარების ველში. თქვენთან ყოველი კონტაქტი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მინდა რომ ეს დაიჯეროს თითოეულმა თქვენგანმა, ვინც ახლა მე მისმენს. დიდი მადლობა რომ ჩემთან ერთად ხართ.